ჩემი საყვარელი კვლევაა დენ არიელის, არის ასეთი. სამი ჯგუფია და ურიგებენ ესე ფურცელზე არის შემთხვევით დაყრილი ასოები. და შენ ის არის იდენტური ასოები, ესე იგი მსგავსი ისე ნახო და შემოხაზო. ერთი condition არის, როდესაც მოგაქვს ეს ფურცელი უკვე როცა შემოხაზავ, შენ სახელს და გვარს აწერ და ეს ექსპერიმენტატორი იღებს ამას და ამბობს, აჰა, და დებს. ეს ერთი. მეორე არის იგნორირებული, აი საერთოდ არ უყურებ და პირდაპირ დებ. და მესამე condition ეს არის, რომ მესამე ჯგუფის შემთხვევაში რო შეავსე ეს ასოები და მომიტანე და შრედერში, ეგრევე შენ თვალწინ აი ამ შენ ნამუშევარს ვაშრედერებ ეგრევე. და ფული ზუსტად იგივეა რა, თავიდან რაღაცა მანდ 2.5 ცენტი იყო თუ რაღაცა ის ბიჯი რა, ანუ თავიდან რაღაც ფულს გაძლევ, მერე გაძლევ ნაკლებს, მერე ნაკლებს და ასე შემდეგ რა. თუ ფულია მოტივატორი, ხო უნდა მეკიდოს წესით, აჰა სიტყვის ეს ტიპი თუ დააშრედერებს. მაგრამ თურმე ნუიტყვით და მოკლედ პირველი condition არის acknowledged, ანუ მე ვაღიარე რაც შენ გააკეთე რა. მეორე არის ignored და მესამე არის shredded. და ესე მოდის ფულები რა. აი აქ თუ არის რაღაცა 15 ცენტამდე თუ ჩამოვიდა ვიღაცა, აქ თუ არის დაუშვათ 30 ცენტი. და დაუშვათ acknowledged condition-ში ჩამოვიდნენ 15 ცენტამდე. რაც შეეხება shredded condition-ში, აი 30 ცენტამდე ჩამოვიდნენ რა. და მე თქვენს რომ всё მეტი აღარ მინდა რა. როგორ ფიქრობთ, ignored condition სად არის? აი აქ არის რა. ზუსტად არის shredded. გინდა დაგიშრედერებია ტიპის ნამუშევარი და გინდა დაგიიგნორებია. აი ერთი და იგივე ეფექტი აქვს რა. ჩვენ რაც ზედმეტი გგონია ხოლმე მენეჯერებსაც თუნდაც რაღაცა სიტყვიერი მადლობა თუ მოსმენა თუნდაც და რაღაცა დაფასება რაც ზედმეტი გგონია ხოლმე თურმე ნუიტყვით და გინდა დაგიშრედერებია ტიპის თვალწინ, აი ესე დაგიმტრევია მისი ნაშრომი და გინდა დაგიიგნორებია.